მართლმადიდებელი ეკლესია სამოქალაქო ქორწინებას საღვთო კურთხევასთან არ აკავშირებს, მაგრამ აღიარებს მას როგორც ფაქტს და ართვლის არაკანონიერ თანაცხოვრებად. თუმცაღა მიუხედავად ამისა განსხვავებულია სამოქალაქო და ეკლესიისგან კურთხეული ქორწინების პირობები. ეკლესიისთვის დაუშვებელია დაქორწინება სამზე მეტად, მაშინ როცა სამოქალაქო კანონმდებლობით დაქორწინების რაოდენობა შეზღუდული არაა. რაც შეეხება ქორწინების მსურველთა ასაკს, ამ შემთხვევაში იგი თანხვედრაშია სამოქალაქო ქორწინებასთან. თუ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი ზღვარია, მაგალითად 30 წელზე მეტი, ან რომელიმე მათგანის წლოვანება არ შეესატყვისება მიღწეულ ზღვარს, მაშინ საკითხს განიხილავს ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი და ის იძლევა კურთხევას. რა შეიძლება იყოს ჯვრისწერის საიდუმლოს ასრულების დამაბრკოლებელი მიზეზი? უპირველეს ყოვლისა ეს არის აღმავალი და შთამომავალი სისხლით ნათესაობა ყველა ხარისხში. აღმავალ ნათესაობაში იგულისხმება მშობლები, ბებია, პაპა, ბებიისა და პაპის მშობლები. ხოლო შთამომავლობითი ნათესაობა გულისხმობს შვილს, შვილიშვილს, შვილთა შვილს. გვერდგანმავალ ნათესაობაში, ანუ და-ძმასა და ბიძაშვილ მამიდაშვილებს შორის, აკრძალულია ქორწინება მეშვიდე თაობის ჩათვლით. ხოლო ქორწინების გზით დამუყრებულ ნათესაობაში მეხუთე თაობამდე. მეუღლეთა კავშირით დამყარებულ ნათესაობაში დასაშვებია მეოთხე თაობაში. ნათლისღებისა და შვილოდაყვანის ნათესაობაში ჯვრისწერა შეუძლებელია მეშვიდე ხარისხამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ნათესაური ხარისხების გამოთვლა ძალიან რთულია, ყოველი საეჭვო მდგომარეობის დროს უნდა მივმართოთ სასულიერო პირს, უკეთეს შემთხვევაში მღვდელმთავარს და მისი ლოცვა კურთხევის შესაბამისად მოვიქცეთ. ქორწინება დაუშვებელია იმ ადამიანისთვის, ვისაც მონაზვნობის აღთქმა აქვს დადებული, მისთვისაც, ვინც სამღვდელო ხარისხშია ნაკურთხი. რომელ ნიგი ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. ქორწინების ერთგულების დაცვა ამ სიტყვებით თავად მაცხოვარმა დაგვიწესა. წმინდა ეკლესია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უშვებს გამონაკლის განქორწინებაზე. ეს ხდება მაშინ, როცა ქორწინება მრუშობით არის შებილწული ან ერთ-ერთი მეუღლის ბედიღბალი უცნობია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბუნებრივად ხდება განქორწინება მეუღლეთაგან ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში. მეორე ქორწინება დაიშვება დაქვრივების შემთხვევაში. თუმცა კი ამ დროს ქორწინების ლოცვებს ისეთი საზეიმო ხასიათი არ აქვს, როგორც პირველი ქორწინებისას, რადგან უფალი შეიწირავს ქვრივის ერთგულებას გარდაცვლილი მეუღლისადმი და ღვაწლად რაცხს მის ხელმეორედ შესვლას ქორწინებაში. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთი პირველად იწერს ჯვარს, მაშინ ქორწინების საიდუმლო ჩვეულებრივი წესით სრულდება. მესამედ ქორწინება ეკლესიისგან აღიქმება როგორც მრუშობის ცოდვისგან თავის არიდების მიზნით დაშვებული კურთხევა. მესამე ქორწინების შემდგომ ჯვრისწერის საიდუმლო აღარ სრულდება. საეკლესიო განქორწინებასა და ახალ ქორწინებაში შესვლას წყვეტს ეპარქიის მღვდელმთავარი, ხოლო დედაქალაქში ქორეპისკოპოსი. წლის განმავლობაში არის ისეთი დღეები, როცა ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება არ შეიძლება. ეს ეხება ხანგრძლივ მარხვებს, ყველიერის კვირას, ბრწყინვალე შვიდეულს, პერიოდ შობიდან ნათლისღებამდე, ანუ მზგებს, რადგან ამ დღეების ბრწყინვალება არ დაიჩრდილოს საქორწინო სამზადისით. ჯვრისწერა არ შეიძლება ოთხშაბათს, პარასკევს და ეკლესიისგან დადგენილ ერთდღიანი მარხვის დღეებში. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ხსენების დღესა და ჯვართამაღლების დღესასწაულზე.